სალამი, დღეს მოგიყვებით ჩემს ისტორიას. დალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი. ახლა კი დავიწყოთ. ბიჭი, რომელიც არ უნდა დაბადებულიყო. წარმოიდგინეთ ბავშვი, რომელიც 1985 წლის 1 ცივ თებერვალს მადეირას პატარა ნესტიან სახლში დაიბადა. ბავშვი, რომლის დაბადებაც საკუთარ დედასაც კი არ უნდოდა. და არა იმიტომ, რომ არ უყვარდა, არამედ იმიტომ, რომ სიღარიბე იმდენად მწარე იყო, რომ კიდევ ერთი პირის გამოკვება სასიკვდილო განაჩენს გავდა. ეს არის ისტორია ადამიანზე, რომელმაც ბედის წერას და სტატისტიკას ომი გამოუცხადა. ბიჭზე, რომელმაც მასწავლებელს კამი ესროლა, რადგან პატივისცემას ითხოვდა. ბიჭზე, რომელიც ღამით იპარებოდა სპორტ დარბაზში, რადგან იცოდა, რომ თუ სხვებზე მეც არ ივარჯიშებდა, მადეირას ნესტიანი კედლები მას სამუდამოდ ჩაყლაპავდა. დღეს მას ყველა იცნობს. ის არის კრიშტიანო რონალდო. თუმცა სანამ ის ოქროს ბურთებს, ტიტულებს და მილიონებს იშოვიდა, ის იყო ერთი მტირალა ბავშვი, რომელიც ქუჩაში ცოცხლით ხელში იდგა და სამყაროსთან საკუთარ პირობას დებდა. მადეირა პორტუგალიის პატარა კუნძული, რომელიც ტურისტებისთვის ნამდვილი სამოთხეა. თუმცა კრიშტიანოსთვის ის გადარჩენის პოლიგონი იყო. ოჯახი სან-ანტონიოს მთებში პატარა სახლში ცხოვრობდა, სადაც წვიმის დროს წყალი ჩამოდიოდა. დედა დოლორესი მზარეულად და დამლაგებლად მუშაობდა. ფაქტურად ის იყო ოჯახის ხერხემალი. როცა მან გაიგო, რომ ის მეოთხე შვილზე იყო ფეხმძიმე, აბორტის გაკეთება გადაწყვიტა. ზედმეტი პირი, ასე ფიქრობდა მაშინ ის. თუმცა ექიმისგან უარი მიიღო. ექიმისგან წამოსულმა დოლორესმა გადაწყვიტა ბავშვი შინაური